საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტშიც. მიხეილ სააკაშვილმა შეკითხვებს აქაც უპასუხა. პრეზიდენტს კითხეს იმის შესახებაც, თუ როგორი სურდა დარჩენილიყო ქართველი ხალხის მეხსიერებაში. დარბაზში მყოფნი დაინტერესდნენ იმითაც, რას მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილი თავის პირად წარმატებად. პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანაში გატარებული რეფორმები ქართველი ხალხის და რეფორმატორთა გუნდის წარმატებაა. როდესაც მას უფრო კონკრეტული პასუხის გაცემას თხოვეს, მან ხუმრობით უპასუხა. თავარი მიღწევა ის არის, რომ საქართველოს შეიცვალა, თუმცა ეს არ არის ჩემი პირადი მიღწევა, ეს არის ქართველი ხალხისა და რეფორმატორთა ჯგუფის დამსახურება. ვფიქრობ, რომ გუნდისა და პრეზიდენტის მიღწევების ცალ-ცალკე განხილვა გამართლებული არ არის და თუ მაინც ჩემს საკუთარ მიღწევებზე მეკითხებით, მე არ მაქვს პირადი მიღწევები. ერთადერთი რაც ჩემს პირად მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, ის არის, რომ ცოტა წონაში დავიკილი. როგორ გსურთ თქვენი პრეზიდენტობა ქართულ ხალხს დაამახსოვრდეს? პირველ რიგში ჩემი მთავარი საზრუნავია, რომ ხსოვნის სუბიექტი ქართველი ხალხის იყოს, ის გადარჩეს და ქვეყანამ არსებობა განაგრძოს. მეორე საზრუნავი ისაა, რომ საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა. მე კი პრეზიდენტობის შემდეგ პირადად ვაპირებ ამ წარმატებული ქვეყნის დატკბობას. შევეცდები დავტკბეთ ცხოვრებით, ხელოვნებით, ახალი არქიტექტურით და თუ წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრობ და ახდენ საკუთარი თავის რეალიზებას, ყოველდღიურ ცხოვრებაში რატომ უნდა გაღელვებდეს, გაახსენდები თუ არა ვინმეს. სრულიად არ მეწყნება თუ პრეზიდენტი სააკაშვილი არავის გაახსენდება.